მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი მოდებაძე, თავაზობთ ლექციების კურსს Linux-ის დაპროგრამების ინტერფეისი. ეს არის პირველი ვიდეო, ამიტომ შესავალი ნაწილია. ვისაუბრეთ ზოგადად რა არის ეს, რასთან გვაქვს საქმე და რა უნდა ვიცოდეთ წინასწარ, ესე ვთქვათ, წინა პირობები რა არის, საჭირო რომ ვიცოდეთ. მოდით ჯერ წინა პირობებზე ვისაუბროთ, რა უნდა ვიცოდეთ, რომ ვთქვათ, აზრი გქონდეს აი ამ ვიდეო ლექციების ყურებას. პირველ რიგში Linux-თან ურთიერთობა მოხმარებლის დონეზე მინიმუმ საჭირო არის, ასევე საჭირო არის დაპროგრამება ენა C-ს კარგად ცოდნა. აქ იგულისხმება რა ტექსტების ბეჭდა ტერმინალში, ასევე იგულისხმება სხვადასხვა ცვლადების მნიშვნელობების ბეჭდა, ასევე აი ამ მნიშვნელობების ბეჭდა როგორც 10 ბიტში, ისე 16 ბიტში და ასე შემდეგ. კიდევ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვათ, შედარების if და else კონსტრუქციების ცოდნას, ციკლებს, როგორც არის for, while, do while, switch case, ესენი უნდა ვიცოდეთ, ასევე სტრუქტურები უნდა ვიცოდეთ კარგად, გაერთიანებები უნდა ვიცოდეთ რა არის და რას წარმოადგენს. ასევე ჩამონათვალები არის ესეთი, კიდევ ესენიც უნდა ვიცოდეთ. ასევე უნდა ვიცოდეთ მიმთითებლებთან მუშაობა. აი ეს პრინციპში ეს ყველაფერი, ეს საკითხები შეადგენს დაპროგრამება ენა C-ს და ასევე ძალიან კარგი იქნება ფუნქციები, რა თქმა უნდა, ფუნქციები გაუმჩა, ფუნქციებიც უნდა ვიცოდეთ, გამოყენება და მოკლედ ეს თემები უნდა ვიცოდეთ C-ში ძალიან კარგად. თუ ეს საკითხები არც თუ ისე კარგად ვიცით, ჯობია ეს საკითხები დაამუშაოთ და როდესაც შესაბამისად კარგ დონეზე გეცოდინებათ, შეგიძლიათ ეს კურსიც მოისმინოთ. ეს მოკლედ ესე იგი Linux და C დაპროგრამებას C-ს კარგად ცოდნა. ეხლა თვითონ ეს რა არის დაპროგრამების ინტერფეისი? Linux-ს როცა დააყენებთ, მოყვება ბიბლიოთეკები. ამ ბიბლიოთეკებში არის ფუნქციები და აი ამ ფუნქციების გამოყენება უნდა ვისწავლოთ ფაქტიურად Linux-ში. Windows-ში იგივე რაღაცეები ხდება, ოღონდ იქ ფუნქციების სახელები და პარამეტრები აბსოლუტურად სხვა არის, ამიტომ Windows-ის დაპროგრამების ინტერფეისი რო შეისწავლოთ, იქ აბსოლუტურად სხვა რაღაცეებია შესასწავლელი. თუმცა მექანიზმები თითქმის ერთი და იგივეა. იგივე, თქვათ, ნაკადების გაშვება, იგივე სრედების გაშვება, მე ქართულად ვცდილობ რომ თქვა, ეს სრედები იგივე ნაკადების გაშვება, სინქრონიზება, მეხსიერებასთან მუშაობა, ვირტუალური მეხსიერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის ესე იგი საკითხები, რომელიც ერთია როგორც Windows-ისთვის, ისე Linux-ისთვის, მაგრამ რეალიზაციის ფორმები არის განსხვავებული. Linux-ის ტერმინალში ცოტა უნდა ვერკვეოდეთ, რა უნდა გვიჭირდეს მუშაობა, ესე ძალიან კარგი იქნება. მოკლედ აი ესეთი რაღაცები უნდა ვიცოდეთ. ეს არის წინაპირობები, ეხლა რისთვის არის საჭირო, არის ხანდახან ამოცანები, რომლის გადაწყვეტაც რთულია ან თქვა შეუძლებელია სხვა დაპროგრამების ენებისთვის. ან მაგალითად თქვათ თქვენ აპირებთ Linux-ისთვის დაწეროთ რაღაცა სხვადასხვა უტილიტები, აქ ძალიან გამოგადგებათ დაპროგრამების ინტერფეისის ცოდნა Linux-ის და ესეთი საკითხები, ზოგადად ოპერაციული სისტემა როგორ ფუნქციონირებს, პროგრამები და თვითონ სისტემა ცოტა სხვა უფრო დაბალი დონის ცოდნას მოითხოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროგრამები როგორ ფუნქციონირებს, ამას ახავთ თქვენ თვითონ. არის მოკლედ ძალიან ბევრი ამოცანები, სადაც Linux-ის დაპროგრამების ინტერფეისი გამოგადგებათ. პრინციპში მე ვეცდები რომ ეს ვიდეოები იყოს შეიძლება პატარ-პატარა
იმიტომ რომ დიდი ვიდეოების მოწმე ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ ვიდეოები ნაკლები ზომის იყოს. ასევე მინდა გთხოვოთ რომ თუ ჩემი არხი მოგწონთ, ან ვიდეო მოგეწონებათ, ვიდეოს მოწონების შემთხვევაში ლაიქი, თუ ჩემი არხი მოგწონთ ზოგადად, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი. მე დაგემშვიდობები და მომავალ შეხვედრამდე.